და გამოშვების ბოლოს ფილმი, რომელსაც კვირიდან კვირამდე პირადად მე ველოდები. ეს არის მოამბის ტელებლოგი, ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას იცავდნენ, რა ხვედრი ერგოთ მათ. ნინო დადვანის ტელებლოგის „სხვისი ომის ფანტომები“ უნდა წარმოგიდგინოთ ძალიან მალე, მანამდე კი ფილმის ავტორი რამდენიმე საინტერესო დეტალს თავად გაგვაცნობს. საღამომშვიდობის ნინო, დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირველ რიგში მაინტერესებს, როდესაც ამ ფილმის ანონსი ვნახე, ძირითადად გადასაღები მოედანი არის ვეტერანთა ჰოსპიტალი. რატომ არჩიე სამედიცინო დაწესებულება გადასაღებ მოედნად? თავდაპირველად ასე არ გეგმავდი, მაგრამ როდესაც ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტალში მოვხვდი, იქ ისეთი სურათი დამხვდა, რომ სიმართლე გითხრა, მთელი ჩემი სცენარი შეცვალა. მე იმედი მაქვს, რომ ეს ჰოსპიტალი, უკანასკნელი ვარ, ვინც ეს ჰოსპიტალი აი ამ მდგომარეობაში ასახა, იმიტომ რომ დღეს უკვე ვეტერანთა საქმეთა სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს მისი პრობლემების მოგვარებაზე, მაგრამ ის რაც ვნახე, იმან ნამდვილად შემწრა. და იმედს რა გაძლევს არის გამოხმაურება შესაბამისი უწყებისგან? როგორც უკვე გითხარით, ვეტერანთა საქმეთა სამსახური მუშაობს ამ პრობლემით. მე ესე ვიცი, ყოველ შემთხვევაში ესე მითხრეს და როგორია ვეტერანების ყოფა დღეს, რა პირობებში ცხოვრობენ ეს ადამიანები, რამდენად უფასებენ იმ 8 წელს, რომელიც ქვეყნისთვის გასწიეს თავის დროზე? მოდით 8 წელსაც შეეხება, აი ხა გეტყვით ერთადერთ რამეს. ერთ-ერთი ჩემი გმირი, ბატონი მოსე მდინარაძე ამბობს, ასახელებს 3 ციფრს. ომის პირველ 10 დღეში 17,000-იანი დივიზიიდან, სადაც ის მსახურობდა, ცოცხალი გადარჩა 100 კაცი. აი ესეთია მათი 8 წლი. აი ესეთი დიდი ჯოჯოხეთი გამოიარა ამ ადამიანმა. როგორ უფასებს ნახოთ ფილმში. და საუბრის ბოლოს „სხვისი ომის ფანტომები“ რა იგულისხმება ამ სახელწოდებაში? ძალიან სწორხაზოვანი სათაური ავირჩიე სიმართლე გითხრათ. ჩვენ ძალიან ხშირად ვინაპირებთ თავს პრობლემებიდან. ძალიან ხშირად რაღაც პოლიტიკური კონტექსტის გამო შეიძლება ათასე უბრალოდ მინდოდა დამენახებინა საზოგადოების, ესენი არიან ნამდვილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ ომში, ნამდვილ სისხლიდან და ჩვენს ქვეყანას იცავდნენ, ცხოვრობენ როგორც ფანტომები. და აი კადრებში ვხედავთ გმირებს და ამათი გზავნილი მინდა ჩვენს მაყურებელს გააცნო. ვინ არის ადრესატი გზავნილის, რომელიც ჩვენ უნდა ეხლა გითხრა? მთელი ქვეყანა, არა მარტო სახელმწიფო, არა მარტო პოლიტიკოსები, საზოგადოება მაინც პირველ რიგში და მთელი ფილმი არის პრინციპში გზავნილი. მე მგონი ნახოთ და ნინო, დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ერთად ნახოთ ფილმი. მე მაყურებელს დავამშვიდობებ სამშაბათამდე. ნახვამდის.